მოგესალმებით. ეს არის პირდაპირ გადავალ შეფასებაზე, ეს არის პირდაპირი ტერორი, ეს არის დიქტატურა, რომელიც საქართველოში უკვე დამყარდა. გასაკვირი მე მგონი არ არის ამას ჩვენ ალბათ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი პროგნოზირებდით უკვე ძალიან დიდი ხნის წინ, რომ ეს რეჟიმი, სხლიანი რეჟიმი გადავიდოდა პირდაპირ ტერორზე და მასშტაბები მხოლოდ გაიზრდებოდა. ჩვენ ახლა უბრალოდ თვალყურს ვადევნებთ და მონაწილეები ვართ აი ამ პროცესის, როდესაც ქართული ოცნება გარდაიქმნა უკვე პირდაპირ დიქტატორულ რეჟიმად და სხვათა შორის თვითონ რუსებიც კი გაკვირვებულები არიან, მათი ასე ვთქვათ ინსტრუქტორები, როგორ სწრაფად ვითარდება მოვლენები საქართველოში. ის რაც დაჭირდათ, ის გზა რაც დაჭირდათ, რომ გაევლო რუსეთს დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, ქართულმა ოცნებამ გაგვატარა დაახლოებით წელიწად-ნახევარში, 2 წელიწადში მაქსიმუმ. ამიტომ მათე დევიძის განაჩენი გასაკვირი არ არის, ეს მოსალოდნელიც იყო და მგონია რომ არც ერთი ჩვენთაგანი იმ ილუზიებით არ ვიკვებებოდით ახლა და არ ვიყვებოდით იმ ილუზიებში, რომ მათე დევიძეს გამართლებდა ეს შაპიტოს ცირკი. სხვათა შორის დავით ეს რაღაც გარკვეულწილად სიგნალიც არის, ეს მოსამართლე არის ასევე 11 პირის, ხო, 11 პატიმრის საქმის მოსამართლეც, 11 სისტემის ტყვის მოსამართლე, შესაბამისად რაღაც გარკვეული პროგნოზის გაკეთება შეიძლება, რა შეიძლება ვნახოთ, ახლა არ არის საჭირო რომ წინ გავუსწროთ მოვლენებს, მაგრამ ამ თვალსაზრისით სამწუხარო დასკვნების გამოტანა შეიძლება. დავით, ძალიან ემოციური სიტყვა ქონდა მათე დევიძეს, ვიდრე ის გავიდოდა დარბაზიდან, ჩვენ ამ სიტყვას ვაჩვენებთ ცოტა ხანში 7 საათისთვის მაყურებელს. ესეთი აქცენტი ქონდა, რომ მაშინ როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებლები არ არიან მიცემულებიო, ჩვენ გვწირავთ. აი ესეთი იყო მისი დასკვნა იმ გადაწყვეტილებაზე, მაშინ ეს სავარაუდო იყო, მაგრამ ძალიან მალე დადასტურდა, რომ მას შესაძლოა ქონდა ოპტიმისტური მოლოდინი ყოველ შემთხვევაში არ ქონია, ხო, დღევანდელი პროცესიდან და ეს გარკვეულწილად გამართლდა კიდეც. ვერც ექნებოდა ოპტიმისტური მოლოდინი და მგონი რომ არავის არ უნდა გქონოდა ჩვენ რაიმე ოპტიმისტური მოლოდინის და მაგვარი, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის გადასული პირდაპირ ტერორზე, გამეორდები. ჩვენ ყოველი ასეთი ტიპის სასამართლო როცა ტარდება, რატომღაც ხედავ ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ რაღაც თითქოს იმედი რაღაცა ბჟუტავს, რომ აი ახლა გაამართლებს, რომ ეს მოსამართლე რაღაცა ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მიიღებს, ცალსახად არ მიიღებს მოსამართლე საჩვენო გადაწყვეტილებას და საჩვენოში ამ შემთხვევაში სამართლიან გადაწყვეტილებას გულისხმობ, იმიტომ რომ ყველა დინარეობს ეხლა და პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალყურს, ყველა არის დაკვეთილი და დაკვეთილი პროცესი, ხო? და მოსამართლეები ასრულებენ პირდაპირ არაფერი საერთო სასამართლოსთან აი იმ პროცესებს არ აქვს, რასაც ვითომ სასამართლო ჰქვია. ვითომ იმიტომ რომ ეს არის უკვე პირდაპირ ინსტრუმენტი მოცნების ხელში თავისუფალი მოქალაქეების ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დასცასჯელად გამზადებული ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს ძალიან ეფექტურად, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ რომელიმე განსაზრდელთან დაკავშირებით მიღებულ იქნება რაიმე ნორმალური სამართლიანი გადაწყვეტილება, ბუნებრივია არ უნდა გქონდეს. ეს კოც რეჟიმი უკვე ჩამოყალიბებული დიქტატურა არის და ვფიქრობ, რომ დავით, თქვენ საქმეზეც მითხარით, თქვენი და ძალიან ასე ვთქვათ, რეალისტურად უნდა შევხედოთ სურათს. ეს არის დიქტატურა, რომელიც ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სისხლის დაღვრვის ჩათვლით. სისხლი უკვე იღვრება დიდი ხანია, მინდა შევახსენო საზოგადოებას და იღვრება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების სისხლი. და ამას სადისტური სიამოვნებით აკეთებს
ქართული ოცნება. დავით, ბოლოს თქვენ საქმეზეც მითხარით, დღეს რაღაც უჩვეულო სურათიც შექმნა, ხომ? ქართულმა ოცნებამ იმ რეპრესიული ცვლილებით, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში არის მიღებული, 20-მდე პოლიტიკოსი, აქტივისტი, ჟურნალისტი საჩივრის საფუძველზე იყო დაბარებული. აი, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით რეალურად, რა მიზანზე არის ეს გათვლილი? კი ითქვა, რომ შიშის დანერგვა მთავარი მიზანი არაერთი კვალიფიციური იურისტისგან და ერთ-ერთ იურისტ ჩვენ მოგვიანებით ცოტა ხანში დაველაპარაკებით ასევე, თუმცა თქვენ რას ფიქრობთ? ვიღაცებზე დარწმუნებული ვარ, იციან კარგად, რომ მათი შეშინება შეუძლებელია, მაგრამ მაინც მიმართავენ ამგვარ აქტებს. რატომ, როგორ ფიქრობ? ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც გაწერილი არის კრემლში, რომელიც აპრობირებული არის უკვე ბელარუსში, წარმატებით გაიარა ტესტირება რუსეთსა და ბელარუსში და ეხლა უკვე ასე ვთქვათ, ფინალურ სტადიას გადის საქართველოში და ძალიან წარმატებულად სხვათა შორის. ამიტომ აქ სასაცილო არაფერი არ არის აი ამ რაღაც დადგმაში, იმიტომ რომ ეს არის გეგმის ნაწილი და ეს არ არის რაღაც ეხლა მოფიქრებული ქმედება, კანონი ოცნების მხრიდან. ეს ყველაფერი გაწერილი ინსტრუქციებში გადავხედოთ უახლოეს ისტორიას რუსეთისა და ბელარუსის თავისუფალი საზოგადოების გაგუდვაში და ზუსტად იგივე ანალოგიებს დავინახავთ. ამიტომ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ ჩვენს და უნდა მიუხვდეთ, რომ ეს რეჟიმის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი არის, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად მიუდგეთ და შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გავმეორდები, არის საჩვენებელი შოუ, რომელიც განკუთვნილი არის იმისთვის, რომ დააშინოს საზოგადოება, რომ მოკლას Facebook-ი და სოციალური ქსელი, სადაც ადამიანები თავის აზრებს ცვლიან და რომელსაც ვიყენებთ ერთ-ერთ საბრძოლო პლატფორმად. დიდი მადლობა დავით, დაგემშვიდობები. დავით კაცარავა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ახლა რეკლამაზე გავალთ და უკვე